ხლა წაგიკითხავთ წმინდა მღვდელმთავრის გაბრიელ ქიქოძის სიტყვას, რომელიც მან თქვა სულიწმინდის მოფენის დღეს. მრავალთა ერისა მისგანთა ისმინეს სიტყვა ესე და იტყოდეს. ესე არ ჭეშმარიტა წინასწარმეტყველი. სხვანი იტყოდეს, ესე არის ქრისტე. ხოლო სხვანი იტყოდეს, ნუ უკვე გალილეაით მოსვლად არის ქრისტე. და განწვალება იყო მისთვის ერთსა შორის და რომელთამე მათგანთა უნდა შეპრობა იმისი და არავინ მიყნა ხელნი მისცედა. დასასრულსა დიდისა დღესასწაულისასა მაცხოვარი ჩვეულებისამე ღვთვისისა დადგა შორის ერთსა და იწყო სწავლა და ქადაგება. იგი აძლევდა ნუგეშსა მორწმუნეთა თვისთა აღუთქმიდა რა მათ მოვლინებასა გამანათლებელისა სულისა წმინდისასა და სხვათა მრავალთა ეტყოდა მათ სწავლათა და მოძღვრებათა. გარნამ მსმენელთა მიშთა შორის გაჩნდა ამაზე ცილობა და შფოთი. ზოგი იტყოდეს, ის წინასწარმეტყველი არისო და კეთილად გვასწავლისო. სხვანი ამბობდნენ, იგი ცბიერი არსო და ცუდად გვასწავლისო. ერთი სიტყვით დიდი განწვალება და შფოთი იყო ერთსა შორის მისთვის. რას ნიშნავდა ძმანო ჩემო ეს გასაოცარი ცილობა და განწვალება? რისთვის აღდგა ეს შფოთი და უკმაყოფილება? რას ეტყოდა მათ მაცხოვარი საწყენსა? იგი აღუთქვამდა მოახლოებასა უმჯობესისა დროებისასა, როდესაც იგინი მიიღებდნენ განათლებასა სულისა წმინდისაგან. იგი აძლევდა მათ ნუგეშინის სემასა და სწავლასა. მაშასადამე რისთვის იწყეს მათ შფოთი, რისთვის გაჩნდა მათ შორის განწვალება. ზოგიერთმა მსმენელთა იესო ქრისტესთან, ვითარცა შენიშნულ არსთვის ახარებასა შინა, ვერც კი გაიგეს ნამდვილი აზრი მისისა სიტყვისა, ვინაიდან სული წმინდა, რომელსა იგი აღუთქვამდა მათ, არ იყო ჯერეთ ცნობილი მათგან. მაშასადამე რისთვის იწყეს მათ ცილობა და შფოთი, რა ეჩვენათ მათ წინააღმდეგ. ეს საკვირველი გარემოება აწინდელი დღევანდელი სახარებასა შინა, გვასწავლი ჩვენ ძმანო ქრისტიანენო. ერთსა ფრიად შესანიშნავსა ჭეშმარიტებას. ესე იგი რა მძიმე და ძნელი საქმე არის ქადაგება სიტყვისა ღვთისა. რა იარს ქადაგება და როგორ უნდა ქადაგებდეს სულიერი მოძღვარი სიტყვასა ღვთისასა. ქადაგება სიტყვისა ღვთისა ძმანო ჩემნო ორგვარი არის, ანუ ორგვარად აღესრულება. პირველად შეიძლება რომ ქადაგებელმან ქადაგებასა შინა მისა გამოსთქვას მხოლოდ ისეთი აზრნი, რომელიც არიან საზოგადონი, განყენებული, ანუ განშერვებული ცხოვრებისაგან, არავის პირდაპირ არ შეეხებიან. არავის არ მისცემენ განსაკუთრებისა სწავლასა და დარიგებასა. არამედ ყოვლისა მსმენელისათვის იქმნებიან ერთგვანი და ერთისა ფასისანი. ესრეთი ქადაგება არავის არ გააჯავრებს, გარნა სარგებლობასაც დიდსა არავის მისცემს. შეიძლება რომ იყოს დაწერილი მჭერმეტყველურად, მაღალთა ლექსებთა შინა, მაგრამ სარგებლობა მისი საეჭვო არის. სმენენი გურგრილად მიიღებენ რესრეცა ქადაგებასა. იქნება მათ კიდეც აქონ ქადაგებელი, მაგრამ გულში არ დაუშტებათ არცა ერთი საკუთარი სარგებლობა. ანუ ერთი სახე ქადაგების არის, როცა ქადაგებელი ზოგადად ქადაგებს. შეიძლება მჭერმეტყველურად იქადაგოს, ძალიან მაღალფარდოვანი სიტყვები თქვას, მაგრამ კაცის გულს ეს არ ეხება. არავის არ გააჯავრებს. შეიძლება აქონ კიდევაც ეს ადამიანი, მაგრამ სარგებელი არაფერი არ არის. ასეთ ქადაგებას უნდა მოერიდოს ნებისმიერი მოძღვარი. მეორე სახე ქადაგებისა არის სხვაგვარი. აქ მქადაგებელი ცდილობს, რომ სიტყვა მისი იყოს დაახლოებული მსმენელთა
მისთა თანა. იგი წინა პირველად შეიტყობს სულიერსა ნაკლულევანებათა და საჭიროებათა მსმენელთასა და მერმე მეიწყებს დარიგებასა და მოძღვრებასა მათსა. იგი ცდილობს, რათა სიტყვა მისი იყოს არა უქმი და განყენებული, მავალი ღრუბელთა ზედა, არამედ მახლობელ კაცთა, ცხოველ და გამოყვანილ თვით კაცის ცხოვრებისაგან. მისთვის რათა ყოველმა კაცმა დაინახოს სიტყვათა შინა მისთა, ვითარცა სარკესა მისი სულიერი მდგომარეობა. ესეთი მქადაგებელი არ მისდევს მაღალთა ლექს და არ ეძიებს მჭერ მეტყველებასა. გარნა ცდილობს, რომ მარტივი სიტყვა მისი შევიდეს გულსა შინა მსმენელთასა და დასტოვოს მუნ რაიმე კეთილი. ესრეთი ქადაგებანი არიან უმეტესად სასარგებლონი ერისათვის. გარნა მქადაგებელსა უნდა ახსოვდეს, რომელი იგი ხშირად აღძრავენ უკმაყოფილობასა და შფოთსა შორის მსმენელთასა. და მეორე მქადაგებელი, როგორც მოისმინეთ, იქცევა პირიქით, გამოიკვლევს რა ჭირდება იმ ხალხს და მათ ნაკლულევანებაზე ელაპარაკება. ესეთი ქადაგება შეიძლება არ იყოს მჭერვეტყველითი, ღრუბელთა შინა მოსიარული, არამედ კაც შეეხება, კაცის გულს ხვდება და ადამიანი, როცა ამცეთ ქადაგებას უსმენს, გონია რომ სარკისთან დგას და თავის შინაგან ბუნებას გადაუშლის მოძღვარი და ეუბნება, რომ ეს გამოასწორე, ამას ესე ნუიზავ, რომ გახდე უკეთესი და მიიღო სულიწმინდის ნიჭები. ასეთი ქადაგების დროს ქადაგებელს უნდა ახსოვდეს, რომ მასზე ხშირად გაბრაზდებიან და შეიძლება ამას მოყვეს შფოთიც, მაგრამ ეს არ არის პრობლემა, ქადაგებელმა თავისი სიტყვა მაინც უნდა თქვას. ახლა გამოვითხოვთ თქვენგან ძმანო ნებასა, მივახციო სიტყვა ჩვენი ჩვენდავე. მოვალეობისაებრ ჩემისა, ვითარცა აქაურმა შობითგანვე. ჩვენ შევიტყვეთ რა ნაკლულევანება და საჭიროება აქვთ ცხოვრებთა ჩვენის ქვეყანისათა. და გსურს რათა დავნერგოთ გულთა შინა მათა, რომელიმე ზრუნვა გამოცვლად მათი საზნეობისა და ყოფაქცევისა. მარაჯამ ყოველთა ადგილთა და სოფლებთა შინა ვამხილებდი ჩვენ ორთა საშინელთა დამღუპელთა ჩვენთა ცოდვათა. ესე იგი არის დროის დაკარგვა უქმად და ურთიერთთა შორის მტერობა და განხეთქილება. აი გავჩერდეთ ახლა, მაშინ ესე იგი ქართველებს ჰქონდათ ასეთი ცუდი წესი, რომ დროს კარგავდნენ უქმად და ჰქონდათ ერთობაში, ერთმანეთში მტრობა და განხეთქილება. ჯერ პირველზე ვთქვათ. თუ დავაკვირდებით, დღეს თანამედროვე კაცი არის მიდრეკილი იმისკენ, რომ უქმად იყოს, არაფერი აკეთოს და იყოს უზრუნველყოფილი. უქმად ყოფა ადამიანს უნდა თუ არ უნდა, ნეფსით უნებლიეთ, ცოდვებისკენ მიდრეკს. ასეთი ადამიანი მერე ეფლობა ცოდვებში. თუ დავაკვირდებით ამას, ძალიან კარგად დავინახავთ ჩვენ ახალგაზრდებში. სამწუხაროდ ჩვენვე ცუდ მაგალითს ვაძლევთ. არ გვიყვარს შრომა და თუ გვიყვარს შრომა, იმათ არ ვარჩმევთ შრომას. უქმად ყოფნას ვაჩვევთ. ეს ბავშვები რომ ამ ენერგიას ადახარჯონ არ იციან, ზოგი შედის ტელეფონში, ზოგი სად და ცილდებიან ღმერთს. ნახეთ ჩვენი ბავშვები უქმად ყოფნა როგორ გააფუჭა. ქუჩაში რომ მოდიხარ, ახალგაზრდებს რო ხედავ. საყურეები უკეთიათ, ყურზე, ცხვირზე, ენაზე, ტუჩზე, კიდე სად კაცმარიც. მოდიხარ და ახალგაზრდა გოგო ბიჭებს ხედავ, იმდენი ტატუ აქვს გაკეთებული. უქმად ყოფნისგან, აი რაღაცა ხო უნდა ქნას განსაკუთრებული, რომ გეგონება მთელი ცხოვრება საპრობილეში იჯდა. უქმად ყოფნამ იქამდე მიიყვანა ჩვენი შვილები, რომ ღამე ვეღარ იძინებენ და მთელი ღამე ღამის კლუბებში ატარებენ. უქმად ყოფნა არის დამღუპველი სენი და უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენ თვითონაც სულ რაღაც ვაკეთოთ და ჩვენ შვილებსაც ბავშვობიდანვე შევაყვაროთ საქმე, პატარ-პატარა საქმე უნდა მივცეთ, რომ მიეჩვენენ შრომას და არა დროის უქმად ტარებას. ახლა მეორე.
დიდი ტრობა და განხეთქილება აქვს ქართველებს. აი თუ დავაკვირდებით, მადლობა ღმერთს, ეკლესია ახერხებს და აერთიანებს ერს. სულიწმინდის მიერ ახერხებს, რომ ქართველი ერი იყოს შეკრული, მაგრამ ნახეთ, გამოჩნდნენ არაბები ვიღაცა მიიდრიკა არაბებისკენ და ქადაგებდა ისლამს. ამას შემოქონდა შფოთი. გამოჩნდნენ ბიზანტიელები, ზოგიერთმა დაიწყეს მიდრეკა იქითკენ და საკუთარ მიწა-წყალზე ამბობდნენ უარს. გამოჩნდნენ სპარსელები, ისევ მიიდრიკა ქართველი კაცი. გამოჩნდნენ რუსები, მიიდრიკნენ რუსებისკენ. გამოჩნდნენ ევროპელები და დასავლეთი მიიდრიკა კაცი იქით. აი ნახეთ როგორი ცუდი ბუნება გვაქვს. ვიც მოდის დასაპყრობად ჩვენი ერისა, სუსტები ვინც არიან, იმათ ხარეს გადადიან პირდაპირ და მერე ერს უწყებენ ჭკუის რიგებას და ასე შემდეგ. ერთი მაგალითი შეიძლება ამისთვის აი მოკლედ ვთქვათ. ევდემოს კათალიკოსი რომის როსტომ ხანს ეუბნებოდა ესეთ რამეს. ქართველების მამინაცვალი ხარ და მუსულმანების მამაო. იმიტომ რომ ცდილობდა რომ ისლამი შემოეტანა საქართველოში, იქაური წესშეულებები. კომუნისტებს შემოქონდა თავიანთი წესშეულებები, დემოკრატებს თავიანთი, ლიბერალებს თავიანთი. ჩვენ უნდა გქონდეს ჩვენი წესშეულება. ქრისტიანული მართლმადიდებლური ცხოვრების წესით და ამით უნდა ვებრძოლოთ ტრობასაც, შურსაც და ერთმანეთის გაუტანულობასაც. კიდე ერთი რამე მინდა თქვა, ეხლა გაბრიელ ეპისკოპოსს ეს არ უთქვია, მაგრამ ეს პრობლემა გვაქვს ქართველებს და საერთოდ ალბათ მსოფლიოს. დღეს ხო სულთმოფენობა არის. დღეს მოციქულებზე გარდამოვიდა სულიწმინდა, რომ მათ ეკადაგათ ქრისტე. მთელი კაცობრიობისთვის, ჯვარცმული, აღდგომილი და ზეცად ამაღლებული. დღეს თუ დავაკვირდებით, ეშმაკის მანქანებით. მსახიობები ქადაგებენ ქრისტეს. ეს არაფერს არ მოიტანს. როგორ შეიძლება კაცი, რომელიც სოდვაში ცხოვრობს, იმან იქადაგოს ქრისტე? იღებენ და დგავენ კინოებს, სპექტაკლებს, სერიალებს, წმინდანებზე. ეს არაფერს არ მოიტანს. წარმოიდგინეთ ადამიანი უსმენს რომელიმე წმინდანის ცხოვრებას, ფეხი ფეხზეა გადადებული, ფინჯანი ყავა აქვს, სიგარეტს ეწევა, რა უნდა გაიგოს იქით? დამთავრდება კინო, დამთავრდება სპექტაკლი, აღდგება, იტყვის ბრავო, ბისი, დამთავრდა ყველაფერი. მოციქულების სიტყვა იმიტომ შედიოდა ადამიანების გულებში, რომ მოციქულები ისე ცხოვრობდნენ, რასაც ქადაგებდნენ. მათ ჰქონდათ მოხვეჭილი სულიწმინდის მადლი. აი გაიგებთ სადმე რომ გამოჩნდა დიდი მქადაგებელი ეპისკოპოსი და მთელი სოფლიო უსმენს. არა, ოღონდ ესეთი ეპისკოპოსები არიან. წუთი სოფელი მალავს. მაგრამ გამოჩნდება ესა თუ ის კინო, რომელსაც მთელი სოფლიო უყურებს, რომ ისწავლოს რა არის ქრისტიანობა. გვატყუებს ეშმაკი. ნუ მიიღებთ ასეთ რამეს. იმასაც კი გვეუბნებიან, რომ აღდგომა იქნება, ოღონდ ჯვარცმა არ არის საჭირო. და წმინდა წერილი პირდაპირ გვეუბნება, პირიქით საპირისპიროს. ჯერ კაცი ჯვარზე უნდა გაეკრას და მერე აღადგენს მას ღმერთი. ჩვენ ამაღლებას რო ქადაგებდით, გახსოვთ, იქ იყო ნათქვამი. კაცმა უნდა გაიაროს ქრისტეს გზა თავიდან ბოლომდე, ჯვარცმითა და სიკვდილით. და მერე ღმერთი ანიჭებს მას აღდგომას და ამაღლებას. ანუ სიცრუეს ნუ მიიღებთ. ვინც არ უნდა ამას ქადაგებდეს, ვინც არ უნდა ამბობდეს, რომ რაღაცა ეხლა სხვა დრო არის და ისეთი დრო დადგა, რომ მსახიობებმა უნდა ეკადაგონ ქრისტე, ამას ნუ დაიჯერებთ. ერთადერთი ვისაც აქვს უფლება იკადაგოს სარწმუნოება, მართალი ეს არის მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს, მღვდლებს, დიაკვნებს და თქვენ, ისმათ, ვინც დადიხართ ტაძარში, ვინც ცხოვრობთ ისრებებით. მოკლედ რო ვთქვათ, ერთი კარი გამონათქვამია ქართული, პური უნდა გამოაცხოს მეპური.
თითქმის ყოველ კაცს ვაჩვენებდი მისა საკუთარსა ნაკლულევანებასა. არ არის საკვირველი, რომელ ესრეთმან დაახლოებულმან ჩვენმან სიტყვამან განამწარნა რომელნიმე პირნი. ყოველი კაცი თავის მოყვარია და არ მოსწონს, როდესაც მას გამოუხატავენ ცხადად ცუცა მისა ხასიათსა. აი რატო ბრაზდებიან? მის ხასიათსო გამოაშკარებ და ეტყვი, ამ პარტავნები როგორც ბრაზდებით და არ მოხსოვს. ამიტომ არ მოწონთ ხოლმე მართალი სიტყვის თქმა და ბრაზდებიან მგელზე. ამისთვის შემზედაცა მოხდა რაოდენიმე ცილობა და განწვალება. მაგრამ ჩვენ არ ვსუხვართ, როდესაც რომელიმე პირნი ცდილობენ ჩვენზე და გვემდურებიან. ესრეთვე უკვე სხვათა უმჯობესთა მქადაგებელთა, რომენი გულსპელად ასავლიდნენ და ამხილებდნენ მსმენელთა მათთა. ეგრეთვე უყვეს მაცხოვარსა ჩვენსა იესო ქრისტესა, ოდეს იგი ქადაგებდა სიტყვასა ღვთისასა. ვინ არისო იგი? იტყოდეს ზოგიერთნიერი საგანი, ვიღაც ერთი გალილეველი, ხუროს შვილი, როგორ ბედავს ესრე ჩვენ ხილებასაო. დიდნი მქადაგებენი იყვნენ გრიგორი ნაზიაზნელი, ღვთისმეტყველად წოდებული და იოანე ოქროპირი. გარნა მრავალგზის იყვნენ იგინი დევნულ მათისა ქადაგებისათვის. აქ ვინმე იქნება იფიქროს თავის გულში, ვის შეადარა ამან თავი თვისი. ნუ თუ მაგას გონია, რომ იგი არის მსგავსი გრიგორი ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირისა. არა ძმანო ჩემნო, ნუ ხარ ჩქარი განკითხვად მოყსისა შენისა. მე არ შევადარებ თავსა ჩემსა ხსენებულთა მქადაგებულთა. მე სხვა მწუხარება მაქვს გულში. მე იმას ვტირ და ვწუხვარ, რომელ სიტყვა ჩემი არის ერთობ სუსტი და უძლური, რომელ იმას არ აქვს ეგეოდენი ძალა და მოქმედება, რაოდენიცა სურს გულსა ჩემსა. ნეტავი ვინმე მომცეს მე ისრეთი სიტყვა, რომელი შევიდოდეს შინაგან მსმენელისა და გამოცვლიდეს მისა გულსა. ანუ ვითარცა ზარი დაეცემოდეს ძინარესა სინდისა ცოდვილისასა და განაღვიძებდეს მას ღრმისა მისისა ძილისაგან. ანუ ცეცხლად მოეკიდებოდეს და დასწვიდეს ყოველსა ღვარდსა და კუროს თავსა ცოდვილისა გულისასა. შემუსრვიდეს გულსა ამახსა, ხოლო გულსა შინა მწუხარებისაგან დამძინებულისა იქნებოდეს ვითარცა ნეცაცხებელი, დამალბობელი წყლულებისა მისისა. მოიყვანდეს ცრემთა თვალთა ზედა მსმენელთასა. მოაუძლურებდეს მათ სოდვასა. შეაყვარებდეს მათ ღმერთსა და მოყვასა. ესრეთი რომ ყოფილიყო სიტყვა ჩემი, მაშინ არ შევწუხდებოდი, როდესაც გაჩნდებოდა მისგან განწვალება შორის მსმენელთა. გარნა იგი არის უსუსური და სუსტი. ესრეთ რომელ არ უწყი, აქვს მას რომელიმე კეთილი ნაყოფი შორის მსმენელთა, ხოლო შფოთი და ცილობა კი განაჩინა მან. გარნა რაც გინდა სუსტი და უძლური იყოს სიტყვა ჩემი, მას აქვს კეთილი თვისება, რომელსა ვერავინ ვერ წაართმევს მას. იგი არის გულსπელი და მომდინარე სიყვარულის და ერთგულების წყაროსაგან. თვის სულიერი მტერი ჩვენი ეშმაკი რომ წარმოდგეს, აქა იგიცა ვერ დაამტკიცებს, რომელ სხვა რაიმე მიზეზი აღძვრიდეს ენასა ჩვენსა. ანუ იყოს ვითარიმე ორგულება ჩვენ გულში. მაშა სადამე რისთვის მოახდინე შფოთი, ხოლო შენ ბოროტო კაცო,
რისთვის აჩვენე შეურაცხყოფა წმინდას ამას ადგილსა, რათა ჩვენე სირცხვილი ეკლესიის კრებასა და ჟულსა ჩვენსა, რას იტყვიან ახლა ურწმუნონი, არ იტყვიან იგინი, რომელ მართლმადიდებელთა ესრეთ მცირედი აქუს ასოება და მორიდება თვისის საკუთარი საკტრისა, რომელ არერიდებიან თვით ეკლესიაში შფოთსა და უწესოებასა. ეს წვავს გულსა ჩვენსა, სხვა არაფერი გვაწუხებს, იქნება ჩვენ ვართ ერთი უკანასკნელი კაცი. ღირსი ყოვლისა შეურაცხყოფისა, გარნაც მანო ჩემო, არამე შეურაცხყოფ შენ, შეურაცხმყოფ შენ, არამე თვით ჟურსა შენსა, ჩემ პირში და ჩემ სახეში, ანუ პატივსემ, ანუ შეურაცხყოფ თვით შენ საკუთარ სასარწმუნოებასა. შეინანე ძმაო ჩემო, ბოროტის მოქმედება და ნუ იყოფინ, ნუ რასოდე ჩვენში ესრეთი შფოთი და ცილობა. არამედ იყავთ სიყვარული და ერთგულება. ამინ. ხლა ეს ბოლო რაც ავიკითხეთ, ვფიქრობ, გასაგები იყო კარგად, ძალიან მარტივად გადაგებს წმინდა უდელთავარი, მაგრამ ნახეთ რაზე წუხს. ჩემ სიტყვას ზალა რო არა აქვს ამაზე წუხს. ვიღაცა იტყვისო, რომ იმას ედრებაო დიდ მდელთავრებსო, იმას კი არ ვედრებიო. წუხო რომ ისეთი არა ვარო. ჩემი სიტყვა ისე არ მოქმედებს, როგორც მათი სიტყვა მოქმედებდაო და ბოლოს ამბობს, რომ არის გულწრფელი. გადაგებელი ყოველთვის იყოს გულწრფელი, არ უნდა იყოს ორგული. უნდა ამბობდეს იმას, რაც არის აუცილებელი. და ნახეთ რაზე წუხს, ჩვენზე რა სიტყვიანო. ტაძარში რო შფოთი მოაწყო ადამიანმა, რომ თავიანთ ტაძარსაც არ უვლიანო, იმასაც პატივს არ ცემენო. აქედან ერთი გადახვევა მინდა გავაკეთო, რომ მიხვდეთ, აი ადამიანი რომ მოდის ტაძარში, ნახევრად შიშველი. გინდა კაცი იყოს, გინდა ქალი. იცით რატო ეუნება მღვდელი რომ ესე ნუ შევა იქ? რომ ტაძარ შეურაცხყოფა არ მიაყენოს. და ვიღაცა რომ გაივლის არ თქვას, ნახე რა შვებიან ქრისტიანები, ტაძარში შიშვლები დადიანო. თორე გერიდება რომ უთხრა კაცს რომ ნორმალურად ჩაიცვი. მაგრამ სხვა გზა არ არის. მისივე სარგებლისთვის და მოყვასე სარგებლისთვის ეუნები ამას. მერთმა მოხსეს ჩვენ უნარი. ყველას ვინც გადაგებთ, ვინც ღმერთმა დაგვადგინა, რომ ღვთის სიტყვა ვთქვათ, რომ რაც გაბრიელ ეპისკოპოსმა თქვა, ესე ვიქადაგოთ. და მსმენელს მისცეს ზალა რომ მოისმენს. კი არ გაბრაზდეს, რომ მორიდებულად შეაგონეს, უთხრეს, რომ იღუპები, ძმაო, გამოსორდი, გადარჩი. ეს სიტყვა თავის გულში გააჩეროს, მოისმინოს, შეიცვალოს და ეკლესიას დაემოწაფოს. ერთმა დაგლოცოთ და გაკურთხოთ.